არაფორმალური თავისუფალი გარემო, ინტერესით სავსე ახალგაზრდების სახეები, ათობით მოსწავლე, რომელთა მზერაც მხოლოდ ერთისკენ იყო მიპყრობილი. სწორედ ასეთი შეხვედრა შედგა განათლების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის 10 საპილოტეს სკოლის მეცხრე კლასელებსა და ჟურნალისტ ლალი მოროშკინას შორის. წელს მერვე დასკვნითი გაკვეთილი გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა, სადაც წარმატებული ადამიანისაგან მოზარდებმა მიიღეს რჩევები თუ როგორ უნდა აირჩიონ მომავალი პროფესია, რა არის საჭირო იმისათვის, რათა გახდე წარმატებული და სხვა მრავალი. მაინტერესებდა თუ რამდენი წლიდან შეიძლება ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება სრულფასოვანი, რომ ის არ შეცდეს თავის პროფესიაში და გავიგე, რომ 22 წლიდან უკვე მას შეუძლია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს პროფესიასთან დაკავშირებით. ძალიან მაინტერესებს ჟურნალისტიკა და იმედია გამომადგება მათი რჩევები. ძალიან კმაყოფილები ვართ, ჩვენ ბევრ რამეზე გველაპარაკა ქალბატონი და გვინდა რომ ბოლოში კიდევ გვესტუმროს და კიდევ ჩამოვიდეს. ჟურნალისტიკა არის კორესპონდენტის მუშაობა, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვა პროექტი ითვალისწინებს წლის მანძილზე წარმატებულ ადამიანთა მოსწავლების შეხვედრას. სწორედ ამიტომ ბოლნისის პროფორიენტაციისა და კარიერის სპეციალისტის ნონა ყაველაშვილის ინიციატივითა და დავით ყურაშვილის ხელშეწყობით მოეწყო ლალი მოროშკინასთან შეხვედრა. აღნიშნული პროექტის მიზანია დაეხმარონ რომ მოზარდებს საკუთარი მოდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად აირჩიონ პროფესია. ეხლა არ ავგზავნეთ ჩვენ ბავშვები, შემდეგ ძალიან დაგვიანებული იქნება, შემაშფოთებელი სტატისტიკა არსებობს იმასთან მიმართებაში თუ როგორია მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მომატებულია სუიციდის შემთხვევები და იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, თითოეული საზოგადოების წევრი უნდა აცნობიერებდეს, რომ ამ ბავშვებთან არის მუშაობა საჭირო და მე მოუწოდებ ჩემ კოლეგებსაც, ადამიანებს, რომლებიც დედაქალაქში ძალიან დაკავებულები არიან, რომ ხანდახან გამონახონ დრო და ჩამობძანდნენ, ესაუბრონ. ეხლა დღევანდელი ჩვენი თემა იყო პროფესიის არჩევა, ვთქვათ, რა პრიორიტეტები შეიძლება იყოს ამ არჩევასთან მიმართებაში. პროფორიენტაცია პიროვნების პროფესიის სწორად არჩევაში დახმარებასაც გულისხმობს და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წარმატებულ ჟურნალისტთა მოსწავლების შეხვედრა. ახალგაზრდებმა ლალი მოროშკინას ყველა ის კითხვა დაუსვეს, რაც მათთვის იყო საინტერესო. სამომავლოდ კი შეთანხმდნენ, რომ დაიგეგმება ერთობლივი კონფერენცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ყველამ ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.